ჩვენ შემოგვიერთდა ნეირომარკეტინგის მენტორი მარიამ მიტაიშვილი და ჩვენ გადაცემის ამ ნაწილში ვისაუბრებთ სოციალურ მედიაზე და ნეირომარკეტინგზე. მარიამ, მოგესალმებით, მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. რომელსაც უნდა შევეხოთ, არის ძალიან საინტერესო. თავის დროზე, როდესაც სოციალური მედია თავის შესაძლებლობებს ცდიდა, მუდმივად იყო გარკვეული დამოკიდებულება, აღქმა, მოლოდინი, არაერთგვაროვანი, რა შეიძლება მან გააკეთოს, რა ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და აღმოჩნდა და არ ვიცი ამან ალბათ რიგმა ფაქტორებმა ხელი შეუწყო ამას, რომ ახლა ფაქტობრივად სოციალური მედიის და ქსელის გარეშე ჩვენი ყოველდღიურობა არის წარმოუდგენელი. შესაბამისად ბევრი ვთქვათ კომპანია თუ კონკრეტული პერსონა რაღაცნაირად თავს სწორედ აი ამ ქსელების საშუალებით, ამ მედიის საშუალებით გვაცნობს და დღეს იყენებს ამ ინსტრუმენტს ერთის მხრივ, რომ ვთქვათ გავიგოთ ამბავი, ვინ არის, რა არის და მეორეს მხრივ ეს ამბავი კონკრეტული ისტორია გახდეს მონეტარული. მოდი დავიწყოთ თავარი თემით დღეს 21 საუკუნეში ნანოტექნოლოგიების ეპოქაში რისთვის და ვისთვის არის სოციალური მედია? სოციალური მედია პირველ რიგში მადლობას გიხდით მოწვევისთვის. ძალიან დიდი პატივია რომ აქ ვარ. რაც შეეხება სოციალურ მედიას, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი გახდა იმისთვის, რომ გავყიდოთ რეალურად და გარდა ამისა გავავრცელოთ ჩვენთვის საჭირო, ასე ვთქვათ, იდეები, ინფორმაციები და კონკრეტული პროდუქტი და საკუთარი თავიც. და საკუთარი თავიც მათ შორის რეალურად კი, ნამდვილად ასე არის. გახდა უმნიშვნელოვანესი პროდუქტი, უმნიშვნელოვანესი პლატფორმა, ასე ვთქვათ, ეს არის Facebook, Instagram, Meta-ს შევეხები ამ შემთხვევაში. კი ბატონო და გარდა ამისა უმნიშვნელოვანესია იმ კუთხითაც, რომ ყველა მცირე, საშუალო თუ დიდი ბიზნესი დღეს ფაქტიურად ვერ პოზიციონირებს სოციალური მედიის გარეშე და ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ამ კუთხით შეიძლება ითქვას, რომ სოციალურმა მედიამ მეტნაკლებად ჩაანაცვლა კონკრეტული მათ შორის ძალიან ავტორიტეტული ასე ვთქვათ კომპანიების პლატფორმები, მათი საიტები, ბევრგან აღარ არსებობს ეს და პირდაპირ გეუბნებიან გამოიყენეთ ჩვენი კონკრეტული ვთქვათ სოციალური მედიის გვერდი. რადგან ეს რეალობაა და მეტნაკლებად ხვდებით, რომ ქაოსური ასე ვთქვათ სურათიც იქნება, ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული გამოყენება სოციალური მედიის პლატფორმების. რა უნდა ვიცოდეთ და როგორ შეიძლება სწორად გამოვიყენოთ ეს პლატფორმები სტრატეგიულად, იმიტომ რომ გარკვეულმა მოლოდინმა, რომელსაც ვამყარებთ, თავისი შედეგი გამოიღოს. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური მედიის მართვისას გავითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი რაღაც, რომ ადამიანი ყოველთვის ენდობა ადამიანს და არა ბრენდს. ამიტომაც ყველა ადამიანი როცა ირჩევს ამა თუ იმ ბრენდს, რომ შეიძინოს პროდუქტი, ენდოს და ასე შემდეგ, სწორედ იმის გამო ირჩევს, არსებობს რამოდენიმე ვარიანტი რის გამოც, ერთი იმიტომ, რომ სხვაგან ქონდა რაღაც ცუდი გამოცდილება და შენგან ელოდება რაღაც ისეთ, რაც სადღაც ვერ მიიღო ამ შემთხვევაში და მეორე ზუსტად იმიტომ, რომ შენ ხარ მისთვის სარგებლის მომტანიანი და რაღაც საჭიროება, რაღაც პრობლემა, რომელიც მასთან დგას, ამ პრობლემას უგვარებ, ასე ვთქვათ. სწორედ აი ამ პრობლემის გადაჭრის სწორად დანახება მისთვის არის უმნიშვნელოვანესი და თუ ჩვენ ამ შემთხვევაში როგორც ბრენდი დავანახებთ აუდიტორიას, რომ ჩვენ მისთვის რაღაც პრობლემის მოგვარება გადაჭრა შეგვიძლია და ამას ზუსტად თავის ენაზე ვეტყვით, ჩემი აზრით სოციალური მედიის პლატფორმა იქნება ზუსტად ის პლატფორმა, რომელიც მოგვიტანს წარმატებას როგორც ბრენდს. აი მოლოდინები და შედეგები, ეს ნაწილი მინდა რომ რაღაცნაირად გავიაროთ და განვიხილოთ. ხშირად იმაზე მეტი მოლოდინი აქვთ კონკრეტული ბუსტიდან თუნდაც, ვიდრე შეიძლება ეს იყოს. აქ რაიმე ტექნიკურ შეცდომა შეიძლება ვუშვებდეთ, თუ ვთქვათ რა ბალანსი შეიძლება დაირღვას შედეგის თვალსაზრისით, თუ ისეთი შტამბეჭდავი არ გვაქვს ის როგორი მოლოდინიც არსებობდა. ნახეთ როგორ არის ამ შემთხვევაში მოლოდინის ნაწილში, როცა ბრენდი არის სტარტაპის ნაწილზე,
ბრენდის შექმნა სოციალურ მედიაში ხდება თავიდან ბოლომდე. ბრენდი, ჩემთვის ბრენდი არის როგორც ადამიანი, რომელსაც აქვს საკუთარი ხმა, საკუთარი რაღაც ფერი, აურა და ასე შემდეგ. შესაბამისად, ამ ყველაფრის შექმნას ჭირდება დრო და აი ზოგჯერ ამ ნაწილში აქვთ ხოლმე ამ შემთხვევაში დირექტორებს თუ ხელმძღვანელებს თუ ასე შემდეგ მოლოდინთან და შედეგებთან აცდენა, რომ ამ ყველაფერს ჭირდება დრო და შესაბამისად თუ დროს მივცემთ ამ ყველაფერს და შევქმნით სწორად და მიზანმიმართულად, აუცილებლად დადგება ის შედეგი, რა შედეგიც უნდა როგორც დამკვეთს, ასევე სოციალური მედიის სპეციალისტს, მაგრამ მნიშვნელოვანი არის, რომ ყველაფერი მოხდეს ეტაპობრივად, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოციალური მედიის სპეციალისტმა თავიდანვე შეუქმნას სწორი მოლოდინები, რომ აი ჩვენ გვჭირდება მაგალითად ერთი თვე ცნობადობისთვის, მერე რაღაც მეორე თვეს უკვე გადავალთ კონვერსიის ნაწილზე და მივალთ გაყიდვებზე. ანუ ეს მოლოდინები თავიდან ბოლომდე უკვე სწორად უნდა იყოს შექმნილი, რომ არ იყოს ეს რაღაც გაურკვევლობის ნაწილი. ანუ სტრატეგია უნდა გაკეთდეს. სტრატეგია, რომელიც აუცილებლად ნაცნობი იქნება უშუალოდ დამკვეთისთვისაც კი. ეხლა მოდით გითხარით კონკრეტული მედია პლატფორმების ინტერესები რა შეიძლება იყოს. ჩვენ გქონდა შესაძლებლობა და გამოვიარეთ ფაქტობრივად ამ ევოლუციის დინამიკაში და ნაწილში ვართ, რომ რაღაცები ადრე ბევრად ხელმისაწვდომი იყო, სრულიად უფასო იყო, დიდი აუდიტორია იყო. ახლა ეს არის პრობლემური. თუ არ დაბუსტავ, თუ თქვათ რაღაც დამატებით სარგებელს თავად ამ პლატფორმებს არ მისცემ, შენ ისინი თითქოს აღარ გეხმარებიან, ხედავენ, კი ბატონო. აი ეს ამიხსენით კონკრეტულ თქვათ მედია პლატფორმებს აქვთ თუ არა თავისი ინტერესი და რა ინტერესია ეს? ასეთ შემთხვევაში რეალურად ნამდვილად ასეა, ორგანული ნახვა რომ გქონდეს, საკმაოდ რთულად მიღწევადი არის და თუ ეს არის მიღწევადი და გავდივართ ისეთ მაჩვენებელზე, როგორიც შეიძლება და რეკლამით მოგვეპოვებინა, ამ შემთხვევაში რაღაც ან სკანდალური კეთდება, ან რაღაც ისეთი შინაარსის მატარებელი, რომელიც მომხმარებელში იწვევს, აუდიტორიაში იწვევს ყურადღებას იმ კუთხით, რომ არის რაღაც სკანდალი და ასე შემდეგ, ან ვიღაც ტირის, ვიღაცას რაღაც ძალიან გაუხარდა, ეს შუალედური სტანდარტული, მაგალითად ინფორმაციული, საგანმანათლებლო ხელოვნების მიმართულებით, ასე შემდეგ ორგანულად შესაძლებელია არ იყოს ნახვადი ამ კუთხით, თუმცა ამასაც აქვს თავისი სწორად წარმოჩენის, ასე ვთქვათ, ხელოვნება და თუ ამას სწორად წარმოვაჩენთ, შესაძლებელია ორგანულ ნახვებზეც, რა თქმა უნდა, გავიდეთ ამ შემთხვევაში. მუშაობს ყველაზე კარგად. მუშაობს, თქვათ, ეგრეთ წოდებული ფეისი, ანუ ცნობილი ადამიანი და მას ხედავენ და ჩერდებიან, შესაბამისად ალბათ ენდობიან კიდეც. თუ კონკრეტული, ვთქვათ, საშუალებები არსებობს იმისა, რომ შენ დატოვო აუდიტორია მაყურებელი ვიდეოზე. ყოველთვის ვამბობ ხოლმე ამას ჩემ სტუდენტებთანაც, ყოველთვის სალექციო პროცესს ვიწყებ ამითი, რომ ადამიანი გადაწყვეტილებას იღებს ემოციით და ამართლებს ლოგიკით. და კი, ნამდვილად ასეა და ყოველთვის ჩვენი, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული კაუჭი არის ეგ, რომ დავამყაროთ ადამიანთან ემოციური კავშირი, როგორც ბრენდმა, რომელსაც ენდობა, რომლის პროდუქტსაც ენდობა და ზუსტად ამ ხრივ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ცნობადი სახეები, რა თქმა უნდა, უნიშნელოვანესია, მაგრამ თავად ბრენდის ამბავი, თავად ბრენდს ვინც წარმოადგენს იმის ამბავი, ის გზა, როგორ მოვიდა აქამდე ბრენდი, რატომ პოზიციონირებს ამ კუთხით, რა სარგებლის მომტანიანია, ეს არის უნიშნელოვანესი და ალბათ ეს არის გასაღები, მერე უკვე ამ გაყიდვის, ასე ვთქვათ. რას ნიშნავს ვიდეო გავარდა? პოსტი გავარდა. ხშირად გვესმის და ხვდებით, რომ ეს ტოპის გავარდნა არ არის, მაგრამ არც ნაკლებია, იმიტომ რომ დაახლოებით ლოგიკა გვივიძგებს, რომ მოვიაზროთ, რომ ბევრ ადამიანს შეხვდა. როგორ მუშაობს ეს?
გავარდა. ვიდეო გავარდა, კი, ხშირად გაგვიგია ნამდვილად და ზოგჯერ არის ხოლმე, რომ ალბათ იქედან მომდინარეობს ეს ტერმინი, რომ ვიდეო გავარდა, იმიტომ რომ აი ჯერ კიდე კოვიდის პერიოდში TikTok-ის ის რო იყო რაღაც აღზევების ხანა, კი ბატონო, ამ დროს განსაკუთრებით ხშირად ხდებოდა ესეთი რაღაც, იმიტომ რომ გადაიღებდნენ რაღაც ვიდეოს, ერთი შეხედვით არაფრის მთქმელი ვიდეო და ნუ მერე ვარდებოდა, ასე ვთქვათ და დღეს როგორ არის ახლა ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი არის როგორც ნებისმიერ პოსტში და განსაკუთრებით ვიდეოში ეგრეთ წოდებული ჰუკის ნაწილი ანუ ის პირველი 3 წამი კაუჭი რომელსაც უნდა ჩაებღაუჭოს ჩვენი აუდიტორიის ყურადღება და მერე მანდ უკვე ჩერდება აუდიტორია ზუსტად ამ 3 წამს აქვს მნიშვნელობა და ალგორითმი ზოგადად როგორ მუშაობს ესე რომ თუ იმ 3 წამის მერეც გააგრძელა აუდიტორიამ ყურება და უფრო კარგი თუ იქ დააკომენტარა ან დაალაიქა ან ასე შემდეგ აჩვენებს უკვე შემდეგ სხვა აუდიტორიასაც ამ შემთხვევაში. ესე იგი, ამიტომ მიხვეწებიან ეს ადამიანები, რომ YouTube-ზე განსაკუთრებით რომ არ აქვს მნიშვნელობა რას დაწერთ, თავარია დაწერეთ, დაალაიქეთ, ხო, აი კომენტარი უკავშირო ბევრმა ნახოს. კი, ალგორითმი ესე მუშაობს. აი პროგრესირებს იქამდე სადამდე წყდება მომხმარებლის კომენტარი, ლაიქი, ინტერაქცია მოკლედ ამას გულისხმობ და ზუსტად ამიტომ არის ხოლმე ჩართულობითი კონტენტი ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პირდაპირ გვაქვს ესე მოცემული, რომ გააკეთე პოსტი, რომელიც გამოიწვევს ჩართულობას, გააკეთე პოსტი, რომლის გარშემოც აქვთ 2 ან 2-ზე მეტი სხვადასხვა აზრი. იმიტომ რომ რაც უფრო მეტია აზრი, იქ უფრო მეტია ჩართულობა და შესაბამისად არა ესე კი არ არის, ესეა მაგალითად და შესაბამისად მე უკვე კარგად მიდის ჩვენი პროგრესის ამბებიც გავარდნის საკითხებში. კი ბატონო, დაუბრუნდეთ მოდი Facebook-ს, საიდანაც ერთადად იწყება მედია, ასე ვთქვათ სოციალური თავისი მთელი განშტოებებით და დინამიკით. რა მუშაობს ყველაზე კარგად? ეს არის კონტენტის ემოციური ნაწილი, ანუ ტექსტი, რომელიც გვხვდება თუ ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია თანდართული ფაილი, იქნება ეს ვთქვათ ვიდეო თუ ფოტო. რა მუშაობს? დღეს ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში ვიტყვი ტექსტური ნაწილით, რომელიც ძალიან სწორად უნდა იყოს სტრუქტურირებული, უნდა იყოს ლაკონური და ამას როცა კურსებზე ვასწავლი ხოლმე, ვასწავლი დეტალურად, რომ უნდა იყოს ესე სტრუქტურირებული, უნდა იყოს შესავალი ნაწილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ პირველი, რასაც დღევანდელი ადამიანი სოციმედიაში უყურებს, ჩემთვის სამოსავალი წერტილი არის ხოლმე ყოველთვის ვიდეო. ვიდეო მუშაობს ყველაზე კარგად, პირველი, იმიტომ რომ არის მარტივად აღსაქმელი, თვალი ჭამს და თვალი თან შეგიძლია უსმინო და კიდევ ერთი რაღაც დაემატა ვიდეოს და უფრო კარგად მუშაობს, ეს არის სუბტიტრებიანი ვიდეო. სადაც ტექსტიც იქვეა, იმდენად რაღაც გაზარმაცდა ამ მხრივ აუდიტორია, რომ უნდა რომ ყველაფერი იქვე კონდეს ხმაც. ამ ვიდეოს ქრონომეტრაჟს აქვს მნიშვნელობა? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, კი. ეს არის სადღაც 30 წამიდან 40 წამამდე და აი უნდა მოასწრო იქ თქმა ყველაფრის და სტუდენტებსაც ვეუბნები ხოლმე, რომ ისე უნდა თქვათ ვიდეოში, რისი თქმაც გინდა თქო, აი ლიფტში რო შედიხარ მეზობელთან ერთად და სანამ ეს ლიფტი ბოლო სართულამდე ავა, ან შენი დანიშნულების წერტილამდე, რის თქმასაც მოასწრებდით თქო, აი დაახლოებით იგივე პრინციპია, რომ ყველაფერი უნდა ჩაატიო უცებ მარტივად და ნუ სიმარტივე ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც არის ამ მიმართულებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამ ინსტრუმენტის გამოყენება პირადი სარგებლისთვის, ხშირად ამას იყენებენ ერთგვარ იმიჯს იქმნიან ადამიანები და ჩვენ სოციალური მედიით ვიცნობთ მათ. შეგვიძლია ვთქვათ კომპანიები რომ გვერდზე გადავდოთ, კონკრეტული პერსონალური იმიჯის შესაქმნელად რა აქცენტები უნდა გაკეთდეს, რა გადმოდის ასე ვთქვათ პირველ პლანზე. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ კუთხით, აი მაგალითად ბლოგერებს თუ ვიტყვით ან ინფლუენსერებს ასე შემდეგ
ადამიანები ვართ ძალიან ცნობისმოყვარეები. შესაბამისად ძალიან გვაინტერესებს ხოლმე ამა თუ იმ ადამიანის გაწოდებული კულისების სცენები. კი, რა თქმა უნდა და ის ყოველდღიური ყოფა, რომ აი თუნდაც შეუძლიათ ადამიანებს უყურონ, აი ვიღაც რო დილით გება ყავას როგორ იმზადებს და ამ ყველაფერს როგორ მიდის სადღაც საშოპინგოდ, რამდენი გადაიხადა ამა თუ იმ ჩანთაში მაგალითად და აი ეს შოპინგები და განყუთვები, unboxing-ები. რატომ არღლის ამ საზოგადოებას, იმიტომ რომ ყველა რაღაცას ხსნის და როდესაც თქვათ ჩემნაირი არ ვიცი ალბათ არა ვარ უმრავლესობაში, მაგრამ ნუ რაღაცა გინდა რომ ან ინფორმაციულად საინტერესო იყოს, ან ინტელექტუალურად რაღაცნაირად ერთი ლუკმა მაინც ჩაგიდოს პირში, ხშირად თამაშგარეთ ვართ, ანუ აბსოლუტში ვართ ხოლმე და ახლა საკითხი მგონია უფრო, იმიტომ რომ რით ვეღარ დავიღალეთ ამ განყუთვების ყურებით, აი ეს რა არის? დასაქმელია გარდა ამისა, შემოდის კიდევ ახალი რაღაც ესეთი რომ ეს ხმების ნაწილი რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქ თუნდაც ყუთის ხმა და რაღაც პარკის გახსნის ხმა და ასე შემდეგ, აი თუნდაც რომ შემოვიდა მუკბანგების ნაწილი, როცა ადამიანები ჭამენ და ამას უყურებენ ადამიანები, ძალიან საინტერესოა მათთვის ესა თუ ის ხმები და ამ კუთხით ძალიან ესე მოსწონთ უბრალოდ ეს მოსწონთ და რაღაც ფსიქოლოგიურად ესე დაილექა, რომ მარტივად ისეთი მისაღები ინფორმაცია, რომელსაც არ ჭირდება ბევრი ფიქრი და ასე შემდეგ და ალბათ ცხოვრების ტემპმაც გამოიწვია ყველაფერი, რომ ესე ხდება, ასე ვთქვათ. ეხლა მოდით გითხარით, რატო იგიშებს ყველა თავს, რომ მათთან ერთად ვიყოთ. კონკრეტული ვთქვათ, მოწონების ღილაკი გამოვიყენოთ, ან დავალაიქოთ, არ ვიცი როგორც ვეძახით, მოკლედ კომენტარი დავტოვოთ და მათ დავემგზავროთ, იმიტომ რომ მუდმივად ეს ადამიანები გთხოვენ ამას. გთხოვენ და თან მერე ეჭვი მაქვს, რომ ასევე რაღაცნაირად სულ ეგრეთ წოდებულ განახლების, ანუ აპდეითის მდგომარეობაში არიან, მათ შედეგებს რა სიახლე აქვთ, რა გაეზარდათ და ეს ცნობადობა ვთქვათ, ჩართულობა თუ ასე შემდეგ რა კონკრეტულ ციფრებს ითვლის. ბოლო დროს კი ბატონო, აღმოჩნდა რომ ამას შეიძლება ფულიც გაშოვინოს, ასე ვთქვათ, მონეტარული გახდა ეს ყველაფერი. ხო, აი ეს ნაწილი რომ დავფაროთ, რას ნიშნავს ეს? ეს მონეტიზაციის საკითხი იმდენად ესე კარგად არ მუშაობს, თუმცა მათ ეს უფრო ჭირდებათ ხოლმე სპონსორების კუთხით, რო აჩვენოთ, რომ აი ამდენი გამომწარი ყავს და რეალურად შეუძლია რომ ამდენ ადამიანს აჩვენოს ამა თუ იმ ასე ვთქვათ კომპანიის პროდუქტი, შესაბამისად იღებენ ბენეფიტებს ამ კომპანიებიდან, საჩუქრებს და ასე შემდეგ და თუმცა არიან ინფლუენსერები, რომლებიც მაგალითად ფინანსური ანაზღაურების გარდა არანაირ ბარტერს არ განიხილავენ ხოლმე იმდენად მყარად აქვთ შექმნილი თავისი პერსონა სოციალურ მედიაში და გთხოვენ იმიტომ რომ გავყვეთ და გვაჩვენებენ ამ ციფრებს არა მარტო ჩვენ, არამედ მათ პოტენციურ დამკვეთებს უფრო აჩვენებენ ჩემი აზრით ამ ციფრებს. ეს იმიტომ რომ ნახე თუ მაგალითად რაღაც 100,000-იანი ადამიანი მომყვება მე, უფრო მეტია იმის შანსი რომ კიდევ ერთი მეც ვიყო ამათ შორის, იმიტომ რომ ამდენი თუ ენდობა, მეც ვენდო ამ ადამიანს და ალბათ ამიტომ უფრო. ადრე ხდებოდა ასეთი პოსტებიც და ალბათ პერსონებიც, ვინც გთავაზობდნენ რომ მოდი მე ხა შენ გიყიდი ამ რაღაცა ეგრეთ წოდებულ ლაიქებს თუ გამომწერებს. ახლა ხდება ეს ამბავი. ძალიან დიდი შეცდომა არის და სხვათა შორის მქონია ესეთი გამოცდილება კიდეც, რომ ერთ-ერთმა დამკვეთმა დამახვედრა, რომ იციო მე ვიყიდეო ლაიქებიო და თითქოს ესე კარგი საქმე გამიკეთა და ნუ რეალურად ეს არ არის არანაირად არაფერში არ ჯდება, ჯობია რომ რაღაც 6 თუ 1 წელია და ასე შემდეგ იწვალო იმაზე რის მიღებას თქვათ ერთ თვეში ამ ნაყიდი ლაიქებით შეგიძლია, იმიტომ რომ შედეგად იღებ საერთოდ რაღაც უცხოენოვან, უცხო ქვეყნის რაღაც ინდოეთიდან ან ასე შემდეგ აუდიტორიას, რომელიც საერთოდ არაფერში არასდროს არ გჭირდება, გირღვევ სტატისტიკას, იმიტომ რომ შენ აუდიტორიის ანალიზს როდესაც აკეთებ, ლოგიკურია რომ იქ ითვლი მაგალითად რა ასაკის არიან, რა ინტერესები აქვთ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და რეალურად თბილ და ცხელ აუდიტორიაზე ფაქტიურად ვერ გადიხარ. შესაბამისად არ გაქვს შედეგი და გაქვს ციფრები. იმ კუთხით კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ძალიან კარგია რომ ციფრი გიჩანს რომ თქვა 30,000 გამომწერი ყავს.
მაგრამ უდიდესი არა ჩემგან როგორც სპეციალისტისგან ნაყიდ ლაიკებს. დობა გაქვს ნაკლები და ზუსტად ეს თემა მინდა უბრალოდ არასდროს არ იყიდიან ისინი შენს პროდუქტს. იმიტომ რომ საერთოდ არ ცხოვრობენ საქართველოში მაგალითად და საერთოდ არ გჭირდება ეს აუდიტორია, მაგრამ ვიღაც რომ შემოვა ნახავს, რომ აი ამ გვერდს 30000 გამოწარდა. თუ ყველა და ყველაფერი მოკლედ იყიდება და რასაც ფულით ვერ ყიდულობ, იმას უფრო დიდი ფულით ყიდულობ, ეს ვიცით. ამ ჟანრის კლასიკა. ხო, მოცემულობით მარტივი არ არის და მოიპოვა მიიღონ დობა. ამ შემთხვევაში რა შეიძლება დავაშენოთ ამ ჩვენს ნდობას ამ პირიქით თუ ყოფილა ისეთი შემთხვევა რომ თქვათ რაღაცა უბრალოდ არ იყიდება იმიტომ რომ იგივე რეპუტაციის ნაწილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ის სანდოობა იყოს არის ასეთი რაღაცები კი ბატონო არის სტერეოტიპები რომელიც გარედან არის ხოლმე მიკროლი ამა თუ იმ ბრენდზე, რომ აუცილებლად ეს ბრენდი ნიშნავს ამას და ეს გაგება, რაც არის რაღაცა სტიგმასავით აქვს ხოლმე ამა თუ იმ ბრენდებს და მგონია რომ სწორად დანახებით ამა თუ იმ საკითხის ამ ბრენდის გარშემო ძალიან კარგად შეიძლება იმ რაღაცა სტიგმატური ლაქების მოშორება ბრენდისთვის, რომელიც საზოგადოებამ რაღაც ესა ერთიანად ტალახივით წაუსვა მოკლედ. მოგეთ, ყველას უნდა და ყველას აინტერესებს, რომ რაც შეიძლება ასე ვთქვათ, მეტი შესაძლებლობები მოძებნოს ამ სოციალურ ქსელში, რომელიც არაფერს არ გთხოვს იდეაში დღეს ამისთვის, ხო? თავარია რაღაცნაირად სწორად პოზიციირდა და წარმოჩინდა, მაგრამ ყველა საქმე ჭირდება თავისი ცოდნა. ჩვენ ვიდრე ეთერში შემოვიდოდით, კითხეთ და სტუდენტები რამდენჯერ მიახსენეთ, საკმაოდ საინტერესო ასაკობრივი ჭრილი აქვს თქვენ სტუდენტებს, ეს თემა აინტერესებს 14 წლის მოზარდსაც და 60 წლის ქალბატონის სტუდენტიც ყოლიათ. რა აინტერესებთ ყველაზე მეტად მათ? ძალიან მნიშვნელოვანია ეს ნაწილიც, რომ რაღაც ასაკობრივი ზღვარი ვცდილობ, რომ არ მქონდეს და ყველასთვის გასაგებენაზე ავხსნა ეს სოციალური მედია და ხშირად არის ხოლმე, როცა ესე კურსზე მოდიან ხოლმე, ამბობენ, რომ თურმე როგორი მარტივი ყოფილა და როგორც გითხარით, ყოლია როგორც 14 წლის, ასევე 60 წლის ქალბატონიც, რომელიც იდეალურად მართავს დღეს თავისი სოციალური მედიის გვერდს, ყველაზე მეტად ამ ახალი პროფესიის შეცნობის და გაგების პროცესში აინტერესებთ ის ყველაფერი, რომ იყოს ყველაფერი მაქსიმალურად მარტივად ახსნილი, მარტივად გასაგები მათთვის, ზედმეტი ტერმინოლოგიის და ასე შემდეგ არის და ყოველთვის ვამბობ ხოლმე მაგას, რომ მე პირველი 5 ლექცია არ დავიწყებ იმის ახსნას, როგორ ხატავდა ქვაზე ადამიანი პირველად და ეს რომ იყო რეკლამა. იმიტომ რომ დღეს ძალიან ბევრი რაღაც ხვანაირად არის გადათამაშებული და შესაბამისად მხოლოდ გასწავლით იმას, რაც არის საჭირო და შესაბამისად აინტერესებთ ის, რასაც გამოიყენებენ საკუთარი ბიზნესის მართვისას. და მე რამდენადაც ვნახე თქვენ ტექნიკურადაც ასწავლეთ თქვა კონკრეტული პროგრამები, როგორ მუშაობს და როგორ დაეხმარება მათ სოციალური მედიის მართვის ნაწილში. კი ბატონო, მე სანამ ჩემმა კურსმა გაიარა ძალიან დიდი, ესე ვთქვა, ტრანსფორმაცია, სანამ მივიდოდა იმ რაღაც სრულ პაკეტამდე, რაც ახლა მაქვს ჩამოყალიბებული. სოციალური მედიისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია კონტენტის დაგეგმვაც, ერთნაირად მნიშვნელოვანი არის პოსტის ნაწილიც, ვიდეოს ნაწილიც და რა თქმა უნდა, advertising-ის ნაწილიც, რასაც დაგუსტვას ეძახით, ამ შემთხვევაში ads manager-ით რეკლამის გაშვება, არის ყველაფერი მიბმული ერთმანეთზე. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ეს ყველაფერი ერთად მომექცია, რომ ადამიანს არ დაჭირდეს 10 სხვადასხვა კურსის გავლა ამ კუთხით. და ბოლოს ძალიან მოკლედ რომ მითხრათ, რა იქნება შემდეგ. ჩვენ ახლა mainstream მედიაში ვართ, ვლაპარაკობთ სოციალურ მედიაზე, მის გამოყენებაზე. თქვათ მოლოდინები mainstream მედიის, რომ სოციალური მედია თქვათ უცებ შეიძლება გაიღვიძო და აღარ იყოს. ჯერჯერობით თქვათ ფლატ მართებული არ არის, იმიტომ რომ ხილაკზე ხელი არავის დაუჭირავს, არავის გამოურთავს, მაგრამ შემდეგ რა იქნება? რა შეიძლება თქვათ ამ AI-ის ეპოქაში ხელოვნური ინტელექტის თქვათ შესაძლებლობებმა კიდევ მოგვიტანოს დამატებით ამ კუთხითაც მას შორის ამ მედიის განვითარებითაც. ერთ ვიტყვი რომ მიუხედავად იმისა რომ სოციალური მედია ესე აქტიურად პოზიციონირებს, mainstream მედია მაინც
მაინც კი არა უნიშნელოვანესი არის აი როგორც ვისაუბრეთ ეთერში შემოსვლამდე ლოგო რომლის ქვეშაც ესა თუ ის კომპანია წარმოაჩენს თავის თავს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ კუთხით და სწორედ ამას აშუქებს მერე სოციალური მედია რომ ესა თუ ის კომპანია მაგალითად სტუმრად იყო აი რადიო იმედში მაგალითად ამ შემთხვევაში და არის უნიშნელოვანესი რჩება და მგონია რომ ესე იქნება ყოველთვის თუ სწორად მოხდება ამ ყველაფრის პოზიციონირება და რაც შეეხება მომავალთან დაკავშირებით AI ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ კუთხით დღეს და მართლა ყველაფერი შეუძლია რომ თქვა იქ სცენარი დაგიწეროს და პოსტი შეგიქმნას და ასე შემდეგ მაგრამ არ მჯერა და არ მინდა დავიჯერო რომ ადამიანზე მნიშვნელოვანი და ადამიანზე რაღაც ძვირფასი შეიქმნება რომელსაც შეიძლება რომ თავისი სიტყვა თქვას არა მხოლოდ სოციალურ მედიაში არამედ კაცობრიობის ისტორიაში არ ვიცი სიმართლე გითხრათ მეც მაქვს ეს სურვილი მაგრამ რეალობა სხვა არის ადამიანები აგერ ქორწინდებიან AI-ზე გვაქვს ეს ფაქტებით მადლობა მარია წარმატებები მინდა გისურვოთ